მოკლედ ამ ვიდეოში განახებ ჩემს სტრატეგიას, აი უმარტივეს, რომელთაც ჩვეულებრივ ნებისმიერ დღეს, არ ვიცი, კვირაში 4-ჯერ მინიმუმ ეს სტრატეგია მუშაობს, ან 3-ჯერ მაინც. რა თქმა უნდა, თუ ყველაფერს სწორად გაყვები, თუ გეგმის მიხედვით გაყვები და თუ ასე ვთქვათ, ემოციებზე თუ არ იქნები დაყრდნობილი, ეს სტრატეგია აუცილებლად იმუშავებს. ეხლა რა ხდება? დეილიზე მარტო ის უნდა დაინახო, რომ არის აღმავალი ტრენდი. ზო, მეტი არაფერია. დეილიზე არ გმართებს არაფრის დანახვა, ერთადერთი რაც დეილიზე უნდა დაინახო ის არის, რომ აი აღმავალი ტრენდი არის რა, განსაზღვრე რა არის აღმავალი ტრენდი, მორჩა. ხო, ეხლა რა ხდება 4 საათიანზე? 4 საათიანზე რამე უნდა გქონდეს რამე ან ლიკვიდაცია ან ლიკვიდეითი აი მაგალითად აქ. და შეავსო დიმინდი, ხო? ეს სრულიად საკმარისია, რომ ვიცით, რომ უკვე შეავსო და წავედით. ეხლა სადღაც ზევით მივდივართ. 1 საათიანზე შეგიძლია არ დავკვირდი არაფერს, შეგიძლია ერთადერთი რაც განსაზღვრის არის აზიის სესია თუ გასვიპა, აი ეს არის აზიის სესია. აზიის სესიას როცა გასვიპავს, შემდეგ 80-90% შემთხვევაში მიდის ხოლმე მაღლა. გასვიპა, დაგვიტოვა სანთელი, ესეთი დოჯი 15 წუთიანზე დავინახეთ აი ეს სანთელი. ხო, დავინახეთ დოჯი სანთელი, რა ხდება? დავდივართ double time frame-ზე, მაგალითად 1 წუთიანი ან 3 წუთიანი, 3 წუთიანზეც 3-5 და 1 წუთიანი უნდა იყოს, არ ვიცი, უმეტად 3 წუთიანზე უნდა იყოს, ან bullish სანთელი უნდა იყოს, ნუ თუ დაღმავალზე ვარჯავ, bearish სანთელი უნდა იყოს bullish სანთელი 1 მაინც მინიმუმ. ანუ აი აქ მაგალითად ესე რომ გასვიპა, რომ დავინახეთ, რომ მაღალ time frame-ზე liquidity გააკეთა, სადღაც აი აქ გავიდა, აქ გააკეთა და bullish სანთელი დიანზე, აი აქ დატოვა, ხო? აქ დატოვა ეს 3 წუთიანის მიხედვით რომ ვთქვათ და 3 წუთიანზე რომ აღარ გადავიდე, კაი გადავალ. და აქედან უფრო კარგი გამოჩნდება მაშინ. აი აქ ავედით, უკვე ვიცით, რომ აღმავალში მივდივართ, დატოვა ეს სანთელი ფიქრილა, მერე გასვიპა და აი ეს სანთელი შექმნა. აქედან თავისუფლად შეგვიძლია ალბათ ტრეიდი. ლონგი გავხსნათ, როგორც კი ეს სანთელი დაიხურება, აი აქ გავხსნათ ლონგი. Stops ვაყენებთ ამის ქვემოთ და take profit-ი საკმარისია 2-ზე. 2-ზე საკმარისია, 2-ზე მეტი ამ სტრატეგიაში არ გჭირდება, ანუ თუ ვინა 1.5-იც უკვე კარგი მოგება იქნება. 2 რისკ-რევაშაზე მეტი არ გჭირდება. მორჩ, საკმარისია, ეს არის ტრეიდი. ეხლა ნახე, კიდე ერთხელ. წავიდა ზემოთ, წავიდა, ჩამოვედით. გავაკეთეთ ამას liquidity გავაკეთეთ. დავტოვეთ აქ ფირთილა სანთლები, 3 წუთიანი მაღალი სანთელი დავტოვეთ და როგორც კი ახალი სანთელი გაიხსნა, გავხსენით აქ ტრეიდი. გავხსენით stop loss-ი აი ამის ქვემოთ, take profit-ი 2-ზე. 2-ზე, ნუ მოკლედ 2-ზე, აი ესე მუშაობს. ყოველ დღე, ნებისმიერ დღეს დაიჭერთ აი ესეთ ტრეიდს, რომელიც უმეტესად ყველაზე მთავარი არის ტრენდი განსაზღვრო და მთავარი არის, რომ აზიის სესია დაბლა გასვიფოს, რომ შემდეგ მაღლა წავიდეს რა. აი ეს ორი მთავარი კომპონენტი არის და მე double time frame-ზე ეძებ უკვე დადასტურებას, ხო, და 4 საათიანზე და ან 1 საათიანზე liquidity-ც უნდა იყოს და უნდა იყოს demand-იც. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ამ პატარა სტრატეგიის შესახებ, რომელიც ალბათ კვირაში 4 დღის განმავლობაში მუშაობს. უმარტივესი და თუ დამწყები ხარ და ვერაფერი ვერ გაიგე, მაშინ მომავალში დაიდება ესეთი ვიდეოები, სადაც იქნება ახსნილი ყველაფერი დეტალურად.